მოკლედ ეხლა ჩვენ აქ ძრავზე დავაყენეთ ამ თვლილი დაჩიკი, ეს ლენტი არაფერი არ არის. ეს არის ამ თვლილი დაჩიკი, რომელიც აგერ ბალონში ვამუშავეთ 19 წუთი და დაგვიწერა, ანუ იმახსოვრებს რამდენი საათი აქ ძრავს ნამუშევარი. აგრეთვე მუშაობის დროს გაჩვენებს თუ რა აბაროტებზე, ანუ რა დატვირთვაზე მუშაობს ძრავი, რამდენი არის მისი ბრუნი 2000, 1500 თუ რა არის, რაც აპკატკის გავლის დროს, ანუ ძრავის მოჯენის დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როზე უყურო და ზუსტად იმ მოცემულ ჩარჩოებში აკეთო ეს ყველაფერი, რომ კლასიკურად გაატარო მოჯენა ძრავს, თუ რა ბრუნებზე ამუშავებ ძრავს და ეს წიგნშიც მითითებული აქვს რამდენი საათი რა ბრუნებზე უნდა ამუშაო ძრავი და ეს ძალიან გვეხმარება ამ საქმეში. ეს შეგიძლიათ მე დატოვოთ ზედ და მუდმივად გქონდეთ, ეხლა მე დროებით მაქვს მიმაგრებული, თორე ამისი ლამაზად გხდათ მიმაგრება შეიძლება ზედ და მთელი ცხოვრება გქონდეთ და სერვიზებისთვის და ბევრი რამისთვის გამოდგება და სხვა ბევრი დანიშნულება კიდე ამას, მაგრამ ემეთი ჯერჯერობით არ მჭირდება და არ გეუბნებით და არის ორ წვერიანი, რაც მთავარია. ერთი წვერი გამოდის და მთავარი იმაზე, რა ქვია, კაბელზე ეხვევა გარიდან 3-დან 5 გადახვევამდე, 5-6 გადახვევამდე, როცა გიჩვენებს სწორად ბრუნს, ანებებ თავს, მაგრამ 3-დან 5 გადახვევაში ხდება ეს. ერთი წვერი არის აქ მიმაგრებული და მეორე მასა არის მასის ადგილას კორპუსზე მიმაგრებული, საიდანაც ზუსტად გრძნობს ვიბრაციებს და ყველაფერს აბსოლუტურად ძრავიდან იღებს ყველანაირ ინფორმაციას და გარდასახავს იქ თუ რა მდგომარეობაშია ძრავი, ძიგძიგებს, ასე რომ ვთქვათ, ჩავარდნებით მუშაობს, დეტონაციებით მუშაობს თუ ასე შემდეგ. რასაც შენ ვერ გრძნობ, აქ გიწერს ყველაფერს. ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ ამას ეხლა იმისთვის, რომ 100%-ით კლასიკურად გავატაროთ ამ ძრავს, ასე რომ ვთქვათ, მოჯენის პერიოდი.